ნამბერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო. ახალი სეზონი შემოპარვის პირასაა და ჩვენ შესაფერისი ეპიზოდით გიბრუნდებით. შესაფერისობა კი იმაში გამოიხატება, რომ ჩვენი სტუმრები თავისი ხასიათით და სიმძლავრით, როგორც ცივ, ასევე თბილ ამინდებში იდეალურად გამოიყენება. გარდა ამისა, ამ ბაიკებს ზავის კონფიგურაციის სახით ბოლო წლებში ინდუსტრიაში დამკვიდრებული ტრენდიც ახასიათებს. მოკლედ დღეს Yamaha Airshwitz და Kawasaki AX650-ს განვიხილავთ. ბევრისთვის საყვარელი და პრაქტიკულ, ბევრისთვის კი მოსაწყენ საშუალო კლასის ბაიკებს. მოგესალმებით, მე ნიკა ჭითანავა ვარ, თქვენ კი უყურებთ Motoholics. სანამ განხილვაზე გადავიდოდეთ, აუცილებლად მადლობა მოუხადოთ სპონსორებს, ვის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამ კონტენტის თქვენთვის მოწოდება. AMSOIL ნომერ პირველი ზეთი სინთეტიკებში, ინდუსტრიის ჩემპიონი პერფორმანსში. მისი საშუალებით თქვენი მოტოტექნიკა საიმედოდ იქნება დაცული და მოვლილი. ასევე დიდ მადლობას მოვახსენებთ ჩვენს მეორე სპონსორს, ჩვენს ხარდამჭერ მანქანებს, რომელიც არის მოტოევაკუატორი, რომლის მოძებნად შეგიძლიათ ნებისმიერ დროს motoevacuatori.g შეგიძლიათ დაუკავშირეთ Motoholics სახელით და მიიღოთ კარგი ფასდაკლება თუ დაგჭირდებათ მოტოციკლის გადაადგილება ნებისმიერ დროს. ალბათ, ბევრს უცნაურად მოგეჩვენებოდა თუ რატომ ვუწოდებთ დღევანდელ ჩვენ სტუმრებს ბევრისთვის მოსაწყენ ბაიკები. მიზეზი არა სიმძლავრიდან, არამედ ძრავის კონფიგიდან გამომდინარეობს. ბოლო წლებში მოტო ინდუსტრიაში დომინირებს პარალელურად განლაგებული ორცილინდრიანი ძრავები. თითქმის ყველა მოტომწარმოებელი მიყვება უკვე ამ გზას, რადგან ამ ტიპის ძრავების წარმოება ბევრად იაფიჟდება და ბევრად უკეთ გადის ევრორეგულაციებს გამონაბოლქვთან დაკავშირებით. ამის მიზეზები ახლა სალაპარაკო არაა, თუმცა მომავალში აუცილებლად დაგიბრუნდებით და ვისაუბრებ თუ რა განაპირობებს ამას. მოსაწყენს რაც შეეხება კი პარალელურად განლაგებული ორცილინდრიანი ძრავები ხასიათით ნამდვილად ვერ გამოირჩევიან. თუმცა ხასიათები, საცეცხლო ორდერები და ასე შემდეგ ისეთი თემებია, რაზეც დამწყებებს კი არა, გამოსტილ რაიდერებსაც ხშირად აკლიათ ინფორმაცია. თუმცა ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ეს დანაკლისი შევავსოთ შეძლების დაგვარა და უფრო ნათელი გავხადოთ ის, რასაც ყურადღება საერთოდ არ ექცევა ხოლმე. გეგონება მხოლოდ კუბატურა რადევს მაგას კონდეს მნიშვნელობა. აბა ცილინდრები და მოტოს ხასიათი ვის რაში აინტერესებს, მაგრამ არა, მოტოს ხასიათი ნიშნავს ყველაფერს. სხვა მხრივ ეს მოტოები ძალიან პოპულარული, გამძლე, გამომდგარი და პრაქტიკული მოტოებია. ახლა კი გავიგოთ ჩვენი სტუმრების მთავარი მახასიათებლები, დავიწყოთ თუ რომელ კლასში და რა კატეგორიაში არიან ისინი წარმოდგენილები. ლოგიკურად, იდეალურ მეორე ბაიკებად მივიჩნევთ თავის სიმძლავრიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, თუმცა ფრთხილი და გაწონასწორებული ადამიანისთვის შეიძლება გამოვიყენოთ პირველ ბაიკებადაც. ვიზუალიდან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სუპერ სპორტ კლასის ბაიკებთან გვაქვს შეხება. თუმცა რეალურად ორივე ბაიკი სპორტად გადაცმული სტრიტია. მეცაც გეტყვით, ვინმე შეიძლება ფიქრობდეს და ეგონოს, რომ R7 ლეგენდარული R6-ის გაგრძელებაა, თუმცა R7 სიმძლავრით ახლოსაც ვერ მივა R6-თან. R7 აღჭურვილია ცნობილი CP2 ძრავით, რომელსაც Yamaha თითქმის უკვე 10 წელია ხვეწავს. იგი არის 689 კუბური სანტიმეტრი, რომელიც გამოიმუშავებს 73 ცხენის ზალას და 67 ნიუტონმეტრ ტორკს. CP2 ძრავები ასევე გამოიყენება TNR მოდელებში, XSR მოდელებში და პოპულარულ MT-08-ში. AX650 კი იგივე Ninja 650 აღჭურვილია 659 კუბური სანტიმეტრით, რომელსაც აქვს 68 ცხენის ზალა და გამოიმუშავებს 66 ნიუტონმეტრ ტორკს. იგივე ტიპის ძრავები გამოიყენება Z650-ში, Versys 650-ში და Cruiser-ის ტიპის Vulcan S მოდელებში. როგორც ხედავთ, ორივე მწარმოებელი წარმატებით იყენებს სტრატეგიას, გამოუშვან ერთი ძრავი და გამოიყენონ სხვადასხვა მოდელებში. ეს უკვე ინდუსტრიაში დამკვიდრებული ტრენდია, რაც ხელს უწყობს მაქსიმალურად გაყიდვების ზრდას. ძრავის შემთხვევაში ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ Yamaha-s CP2 ძრავს, რადგან მისი 270 გრადუსიანი საცეცხლე ორდერი გვირჩევნია Kawasaki-s 180 გრადუსიან საცეცხლე ორდერს, რაც ბუნებრივია, იძლევა უკეთეს ხასიათს და გამოსცემს უკეთეს ხმას. ას გასაღები სადა? არა, ვაფშე? ბევრად კაი ხმა. გაზის ოპერირების შემთხვევაში ორივე ტრადიციული კაბელით არის აღჭურვილი და მოუდები როგორც არის წვიმის მოუდი, სპორტ რეჟიმი, კრუიზ კონტროლი არც ერთ მოდელზე არ გვხვდება.
გადავიდეთ წონაზე და კორპუსზე. Yamaha გახლავთ 188 კილო, Kawasaki კი არის 193 კილო. ვითომ არაფერი, მაგრამ ეს 5 კილო რეალობაში ძალიან დიდ განსხვავებას იძლევა და უპირატესობას ანიჭებს Yamaha-ს. ორივე ბაიკის შემთხვევაში ძრავი წარმოდგენილია კორპუსის სტრეს მემბერად, რაც უზრუნველყოფს უკეთეს მართვას. Yamaha-ც და Kawasaki-ც იყენებენ სუპერგამზე ფოლადის კორპუსს, Yamaha-ს შემთხვევაში გვხვდება Diamond სტილი, Kawasaki-ში კი არის ტრელისი. ჩანგლების შემთხვევაში Yamaha-ზე გვხვდება ამობრუნებული რეგულირებადი ჩანგლები, რაც ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებს ამ მოტოციკლეთს და Kawasaki-ის შემთხვევაში კი გვხვდება სტანდარტული ჩანგლები, სადაც არაფრის რეგულირება არ გვაქვს და ვიზუალურადაც ძალიან არ მოტოვს. Yamaha გახლავთ 2023 წლის მოდელი და გვხვდება ციფრული დეშბორდი. Kawasaki-ის შემთხვევაში კი აი ესეთი სტანდარტული დეშბორდი გვაქვს, თუმცა ამის ახალ მოდელებსაც ეს გახლავთ 2018 წლიანი, ახალ მოდელებს უკვე აქვთ ფერადი ციფრული დისპლეი. შევეხოთ ფასებს. Kawasaki-ის შემთხვევაში მაღაზიაში ახალი მოდელი რომ შეიძინო, დაგჭირდება $8,000 და Yamaha-ის შემთხვევაში დაახლოებით $10,000-ია საჭირო. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ფასების დაზუსტებასთან აუცილებლად უნდა გავარკვიოთ დილერებთან ფასები, რადგან ხშირად არის ეს მოტოციკლეტები აქციაში და რთულია ესე დაზუსტებული თანხით თქმა. შევეხოთ კონკურენტ მოდელებსაც, რომელსაც ვეცდებით მიუძღვნათ ეპიზოდი მომავალში. რაკის სპორტად გადაცმულ სტრიტებზე გვაქვს საუბარი, რომლებიც არიან საშუალო სიმძლავრის და საშუალო კლასის, რომლებსაც აქვთ ორი პარალელურად განლაგებული ცილინდრი, მათ კონკურენტებად შეიძლება მხოლოდ ორი მოდელის დასახელება. ეს მოდელები კი გახლავთ Aprilia RS 660, რომელიც რამდენიმე წელია გამოდის და GSX-8R Suzuki, რომლის დებიუტიც გასულ წელს შედგა. თუმცა ორივე შედარებით მძლავრი მოტოვებია და რა თქმა უნდა, ესე პირდაპირ მათი გაჯიბრება არასამართლიანი იქნებოდა, თუმცა კონკურენტებად მოიაზრებიან. შევეხოთ სერვის ინტერვალებს. ქარხანა ნამდვილად არ ვიცი ხა მოტოციკლებზე რეკომენდაციას რამდენ კილომეტრზე გაგვიწევს რომ შევცვალოთ ზეთი, მაგრამ ჩემი რჩევა იქნებოდა რომ შეგვეცვალა დაახლოებით 3000 კილომეტრზე და ჩაგვესხა ამ სოილი, რა თქმა უნდა, რომ ყოფილიყავით დაცულები და გვეზრუნა ჩვენ ზრავებზე. ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია და მაინც იმ შემთხვევაში თუ თქვენ ჩემ რეკომენდაციას არ ეთანხმებით, არ ითვალისწინებთ, ყოველ შემთხვევაში გქონდეთ ინფორმაცია, თუ დაგჭირდებათ ევაკუატორი, აუცილებლად რეკავთ moto ევაკუატორთან, რომლის მოძებნად შეგიძლიათ Google-შიც, Facebook-შიც ყველგან. moto ევაკუატორი.g და ურეკავთ motoholic-ის სახელით. ისინი თქვენ გადაგატანებენ ტექნიკას უსაფრთხოდ, მალე და რაც თავარია შეღავათიან ფასად. სანამ ექშენსა და დემონსტრაციაზე გადავიდოდეთ, აქვე მექნება თხოვნა, თუ კიდევ უყურებთ ამ ვიდეოს ამ დრომდე, გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაიქოთ ვიდეო, გადაუგზავნოთ თქვენს მეგობრებს და რავი, აქვე მადლობას გადავუხდით თითოეულ კომენტარის ავტორს, თითოეულ ჩვენს მაყურებელს, ვინც მაძლევს დიდ სტიმულს, მახარებს კარგი კომენტარებით და მაძლევს სამომავლო იდეებს და გეგმებს. Checking what eyes can't be squinting, no why. I can't be living word fly, keep the gleam in your eye. Con mucho drum roll on time, let the horn blow. Gas to the pedal like metal at a corn show. The rhyme rocker with an inch load of placa. Grab the mic and freak the rhythm till there's no more bala. Stormy palabras, pero booze and ha-ha. That includes all who goes and see la-la. So do the cha-cha, Ruka call me Baba. We're okay for action, hunt until mañana. Down for hi-hat, crash and whiplash. City night bright like herb stash. Of that to get the fatty like that. Crónica en el aire, todos quieren baile. Plus my sick Latin style, dialect. Trouble as they come. I can feel the drum, don't know the word, but you can hum.
მოკლედ სახეზე მეტყობა ჩემი ემოციები და შთაბეჭდილები ამ მოტოციკლებთან დაკავშირებით. Kawasaki არ ვიცი, მე მგონი აკუმულატორი ქონდა დამჯარი ვერ დავქოქეთ. არ იქოქება, არ ვიცი. დამჯარი აკუმულატორი ფაქტია, მიწოვითაც ვერ დავქოქეთ და ამ მოტოთი რაც შევძელით კი გაჩვენეთ. ეხლა ძალიან ცივა რა ხელებში ზრობელობა ძალიან მეკარგებოდა, ისიც მქონდა ესე გაუხურებელზე რა დიდი ხანია თან მოტოზე სამუშაოა რაც შევძელი. ეს იყო რომ მეჩვენებინა თქვენთვის მოკლედ ძალიან მაგარი მოტოციკლეტია, საოცრად მანევრირებადია, ის საოცრად დიდი ძალა აქვს ესე დაბლებში რა, გართობის თვალსაზრისით, სტანტისთვის არის იდეალური. ამ მოტოციკლეტზე კიდე იმას დავამატებ, რომ ვინმე მარიფიქროთ, რომ ეს დუგები და საჭე ხარხნულად მოყვება, არა. არასტოკ მდგომარეობაშია, დამატებული აქვს დუგები და საჭე არის შეცვლილი. ამ მოტოციკლეტს ისე იდეაში სპორტის მსგავსი საჭე მოყვება ხარხნულად. რავი, ახლა ძალიან მაგარი ემოციები მომანიჭა, ძალიან მასიამოვნა. ძალიან ვიყინებოდი, მაგრამ თან ადრენალინი მახურებდა ამ ამასობაში და ძალიან გაასწორა რა. აი ესეთ მოტოსიამოვნებით ვიყოლიერდი გასართობად და სავარჯიშოდ, რა თქმა უნდა, მოედანზე რა. ეხა ეს მოტოს ამოგზაუროთ და საგაზაოდ არ მეყოლებოდა, მაგრამ აი ესე მოედანზე სავარჯიშოდ, რაღაცეების გასავითარებლად და დასახვეწად არის ძალიან მაგარი მისწრება რა. ეხლა კიდე გემშვიდობებით მომავალი ვიდეო დაიდება ძალიან მალე და თვალიადევნეთ ჩვენს ამას.